გვაქვს შესაძლებლობა შევეხმიანოთ არქიმანდრიტ შიო კვარაცხელიას, სამების ტაძრის არქიმანდრიტია. გამარჯობა მამაო, მოგესალმებით. ჩვენ დღეს გიხილეთ მათ შორის სცენაზე, მანამდე არაერთხელ თქვენ საძმოსთან, რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად, არც თუ ისე მოკიბვით და ბუნდოვნად, თქვენ ხალხს მოუწოდეთ და აუხსენით რა მნიშვნელობა ჰქონდა დღევანდელ დღეს. ამ თვალსაზრისით, როგორ შეაფასებდით იმას, რაც დღეს მოხდა, რა პროცესიც მიმდინარეობს, ცხადია ეს პროცესი არც გუშინ დაწყებულა, არც დღეს დამთავრდება, მაგრამ არსებობდა კონკრეტული პოლიტიკური მოლოდინები ამ თვალსაზრისით. თუ თქვენთვის აი ამ კონკრეტულ პოლიტიკური მოლოდინის შესრულებას იმდენად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენადაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის ნების გამოვლინებას, რომელიც მათ შორის დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებით გამოიხატა. მოგესალმებით. პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ჩვენ საერთოდ ამ ხელისუფლებას ვიწუნებთ სხვადასხვა მიზეზების გამო, ერთ-ერთი თავარი მიზეზი რის გამოც ვიწუნებთ არის ის, რომ მათი ძალადობა, მათი უსამართლობა ეს არანაირად არ არის მისაღები და მე მესმის ის, რომ ხალხი გაღიზიანებულია, გაბრაზებულია, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ არ უნდა დავიმსგავსოთ მათ. და პირველ რიგში ჩვენი პროტესტი აუცილებლად უნდა შემოიფარგლებოდეს მშვიდობიანი გზით. და ეს აღნიშნა თავად მამა დოროთემაც, როცა იქ აქციაზე ხალხს მიმართა, რომ აუცილებლად ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და მე მას სრულიად ვეთანხმები ამაში. ასევე აღნიშნავ იმას, რომ ჩვენ გვესმოდა ესეთი ფრაზები, რომ 4-ში დაიწყება, 4-ში დასრულდება. სიმართლე გითხრათ, მე შინაგანად არ მქონდა ეს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი ასე მალე დასრულდებოდა, მაგრამ აქ ვფიქრობ, უფრო საინტერესოა ის, რომ ეს ბრძოლა არ წყდება და უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ეს ბრძოლა და ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს. შეუძლებელია ასეთი მონსტრი ხელისუფალი ესე რამდენიმე დღეში დასრულდეს და ჩვენ პირველ რიგში უნდა გვეყოს ძალა მოთმინების და უნდა გავაგრძელოთ შესაბამისად ბრძოლა ამ ყველაფრისთვის და არანაირად არ შეიძლება ასე დროს ხელის ჩამოშვება და რაღაც უიმედობის დათესვა საზოგადოებაში. პირიქით, აი ეს ბრძოლა ჩვენ გვაძლევს იმის იმედს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ბრძოლის გარეშე ეს ყველაფერი ბრძოლის გარეშე რო ჩვენ გქონდეს ამისი იმედი, ეს იქნება უბრალოდ ილუზია და მეტი არაფერი. ამიტომ ბრძოლა, როგორც ამბობენ, ბოლომდე. მესმის თქვენ სასულიერო პირი ხართ და არა მარტო თარიღებთან მიმართებაში, არამედ რაღაცა კონკრეტულ ფაზებთან მიმართებაში ცხადია სრულიად განსხვავებული მიდგომა და დამოკიდებულება შეიძლება გქონდეთ, თუმცა პოლიტიკურ პროცესს თავისი სტრუქტურა აქვს, თავისი მახასიათებლები აქვს და თავისი შედეგები დგება. შეიძლება თქვენ სხვა თვალით უყურებთ და ალბათ ეს ასეც არის, ერთი მნიშვნელოვანი სურათი ამ პროცესს და ამ ხრივ რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბოლო თვეებმა აჩვენა და მათ შორის დღევანდელმა დღემ, ეს არის ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უშრეტი ენერგიის და ბრძოლის უნარიანობის გამოვლინებამ ეს თავისთავად უმნიშვნელოვანესი პოზიტიური ფაქტია, რომელიც ჩვენ იმედს გვინარჩუნებს და გვიძლიერებს კიდეც და მე დარწმუნებული ვარ ის თავის შედეგს მიაღწევს. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, აქ რა თქმა უნდა არსებობდა და არსებობს კონკრეტული რისკები, რომელიც პროცესების არასწორად მართვას, არასწორი მოლოდინების შექმნას, რესურსების არასწორ შეფასებას უკავშირდება. ამდენად ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც აი ამ პროცესს პოლიტიკურ დონეზე ორგანიზების კუთხით ზურგს უმაგრებდნენ, კითხვები იქნება და იქნება ძალიან მკაცრი კითხვები. შესაბამისად, მე ეს შეკითხვები თქვენთან მიმართებაში ნამდვილად არ მექნება და დავტოვებ ჩვენ საუბარს ზუსტად იმ სიბრტყეში, რაზეც თქვენ დაიწყეთ ყურადღების გამახვილება. რა
სიგნალი იყო დღევანდელი ქართული საზოგადოების შეკრების, თუნდაც იმ პოლიტიკურ განაცხადის მიმართ თანხმობის გამოცხადების, რომელიც დღეს გაისმა თავისუფლების მოედანზე, რა უნდა გაიგოს მსოფლიომ ამისგან და რა სიგნალი უნდა იყოს მათ შორის იმ ხალხისთვის, რომლებიც დღეს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ან იქ ვერ მოვიდნენ, მაგრამ ხვდებიან, რომ საქართველოში ასეთი ავტორიტარული პრორუსული რეჟიმის შენარჩუნება ამ ქვეყნის მომავლისთვის შეიძლება დამღუპელი აღმოჩნდეს. ნუ პირველ რიგში ის რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა თუ როგორი მონდომებით იბრძვის ხალხი ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე მსოფლიომ კიდევ ერთხელ და ცივილურმა სამყარომ კიდევ ერთხელ დაინახა ის თუ როგორ აყალბებს ეს ხელისუფლება არჩევნებს, როგორ კვლავ ისევ აგრძელებს ხალხზე ძალადობას და ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ უნდა დაარწმუნოს ცივილური სამყარო დასავლეთი და ამერიკა, რომ უფრო მკაცრი ზომებია მისაღები დღევანდელი ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ასევე ხალხმაც ხო თითოეული მოქალაქის მოქმედებას, თითოეული მოქალაქის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება დღეს არანაირად პასიური იყოს არც ერთი საზოგადოების ფენა. აი არის ესეთი ნათქვამი, მე ადრეც აღვნიშნე, რომ პასიური მოქალაქეები შობენო ნაძირალა ხელისუფლებას. და ჩვენ თითოეული ჩვენგანი ვალდებული ვართ იმაში, რომ ხმა აღვიმაღლოთ ამ ყველაფერზე და არანაირად არ უნდა შევეგუოთ. შეგუება ეს არის უკვე მარცხი. და დათმენა და ბრძოლის გაგრძელება ეს არის გამარჯვების კი ბატონო, მადლობა მამო, ჩვენ არქიმანდრიტი შიო გვესაუბრებოდა ახლა, რა თქმა უნდა, მადლობა მას.